ჩინეთში მოხდა შოკის მომგვრელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან. ჩინეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალი შანფუ, რომელიც 2023 წელს ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო უწყებას, ხოლო მანამდე იკავებდა მაღალ თანამდებობებს ცენტრალურ სამხედრო საბჭოსა და ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელ არმიაში, და სწორედ მან ჩამოაყალიბა ძალიან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა რუსებთან. საბოლოოდ კორუფციის საქმეზე სიკვდილი დასჯა მიუსაჯეს. მაგრამ ამ ისტორიის მთავარი არსი ისაა, რომ სწორედ ამ მინისტრმა ჩამოაყალიბა სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან იმ პერიოდში, როდესაც ველური რუსები სრულმასშტაბიანად შეიჭრნენ უკრაინაში. ეს სწორედ ის იყო, ვინც ჩინეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე იყო პასუხისმგებელი. და ჩინური მედია უკვე წერს, რომ ამ ისტორიის შემდეგ ბევრმა ჩინოვნიკმა დაიწყო კანონზომიერების შემჩნევა. ისინი, ვინც ასე თუ ისე რუსებთან მუშაობდნენ, უმაღლეს სასჯელს იღებენ. დაითქვენთვის ახალი ამბავი. კიდევ ერთი ჩინეთის არმიის გენერალი, რომელიც აქტიურად დადიოდა რუსეთში, ხვდებოდა პუტინს, სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდებოდა, ასევე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის მადლიერი ვიქნები. მაშასე, ჩინეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალი შანფუ, რომელიც 2023 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო უწყებას, მანამდე იყო ცენტრალურ სამხედრო საბჭოში, იკავებდა მაღალ თანამდებობებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში და ასე შემდეგ. წინა დღეს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კორუფციის საქმეზე. მაგრამ დასჯის მიზეზები და მასშტაბები სხვათა შორის გაგაოცებთ, რადგან ალი შანფუ ერთადერთი არ არის. 78 წლის ალი შანფუ, რომელიც მაინც ითვლებოდა სი ძინპინის პროტეჟედ, დამნაშავედ სცნეს ქთამის აღებასა და მიცემაში და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს 2 წლიანი გადავადებით. ასევე სასამართლომ ალი შანფუს სამუდამოდ ჩამოართვა ყველა პოლიტიკური უფლება და მისი მთელი პირადი ქონება ჩამოართვა. და ფაქტობრივად ეს ჩინეთში სასჯელის ყველაზე უმაღლესი ფორმა. გახსენეთ, რომ ალი შანფუ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2023 წლის მარტში დაინიშნა და ამ თანამდებობაზე მხოლოდ 7 თვე დარჩა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იმავე წლის შემოდგომაზე დაიწყო, რადგან მაშინ ის საჯარო სივრციდან გაქრა რუსეთში ვიზიტის შემდეგ, რის შემდეგაც გახდა ცნობილი, რომ გენერალი გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა. საკითხი ისაა, რომ სწორედ რუსეთში ვიზიტი გახდა ამ დევნის კატალიზატორი. მანამდე ალი შანფუ იკავებდა სიჩანის კოსმოდრომის დირექტორის, ასევე სტრატეგიული უზრუნველყოფის ძალების სარდლის მოადგილის თანამდებობას. ჩინეთის 2017-დან 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს ჯარების მომზადებისა და უზრუნველყოფის დეპარტამენტს. 2018 წელს ის საერთოდ პირველად ჩინეთის უმაღლეს სამხედრო გენერლებიდან აშშ-ში სანქციების ქვეშ მოხვდა. იცით რისთვის? რუსული სუ-35-ის გამანადგურებლებისა და C-400-ის კომპლექსების შეძენაში მონაწილეობისთვის. ამ ისტორიას კიდევ დაუბრუნდებით. Financial Times-ის წყაროები, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მონაცემებს იცნობენ, ამტკიცებდნენ, რომ ალი შანფუს წინააღმდეგ ჩინეთში საქმე სწორედ ამ რუსული სამხედრო ტექნიკის შეძენისას დარღვევების გამო აღძრეს. ასევე სიკვდილით დასჯა 2 წლიანი გადავადებით კორუფციისთვის მიუსაჯეს ალი შანფუს წინამორბედს, გენერალ უეინ ფენხეს. მან ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა. ალი შანფუსა და უეინ ფენხეს მემკვიდრე გენერალი დუნ ძიუნი, რომელიც თავდაცვის მინისტრად 2023 წლის ბოლოს დაინიშნა, ასევე გახდა კორუფციის საქმის ფიგურანტი. მინისტრად დანიშნამდე ის ჩინეთის არმიის საზღვაო ძალების მთავარსარდალი იყო, ხოლო მანამდე ჩინეთის ყველა ძირითად სამხედრო საზღვაო დანაყოფში მსახურობდა. შედეგად ამ სამი მინისტრის საქმეები ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის კორუფციის ფართო გამოძიების ნაწილად იქცა, რის შედეგადაც ჩინეთის გენერალიტეტი ფაქტობრივად ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა. სი ძინპინის მიერ ინიცირებული წმენდის შედეგად ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს 6 წევრიდან, რომელიც სხვათა შორის ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი სამხედრო ორგანოა, თანამდებობაზე მხოლოდ 1 დარჩა. და სულ მცირე 30 გენერალსა და ადმირალს შორის, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ჯარებს, საომარი მოქმედებების თეატრებს და სხვა სტრუქტურებს ხელმძღვანელობდნენ, მხოლოდ 7 დარჩა. დანარჩენები გადააყენეს ან გაუჩინარდნენ. მათ შორის ბევრი მათგანი, ვინც მათ ნაცვლად დანიშნეს. 2024 წლის ზაფხულში ვეი ფენხე და ალი შანფუ ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და გენერლის წოდებები ჩამოართვეს.
როგორც წესი, ეს სასიკვდილო განაჩენები აღსრულების გადავადებით ჩინეთში იცვლება უადო პატიმრობით, შეცხალების უფლების გარეშე. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საინტერესო და საყურადღებო ამბის მოყოლა. ალი შანფუ თავის დროზე რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ალიანსის სიმბოლოდ იქცა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩადგებოდა. შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ყოფნისას ის კურირებდა მნიშვნელოვან გარიგებებს, რომლებმაც გააძლიერეს რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა. Su-35-ის გამანადგურებლებისა და SOTXAS-ის სისტემების შეძენას. ამის გამო ის გახდა მსოფლიოში პირველი ჩინოვნიკი, რომელსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა მოსკოვთან კავშირების გამო. გულისხმობენ, რომ ის იყო პირველი ჩინელი ჩინოვნიკი. ეხლა სწორედ ამ გარიგებებში დაინახეს კორუფცია. 2023 წელს, როდესაც მინისტრი გახდა, მან დემონსტრაციულად აირჩია რუსეთი თავისი პირველი საგარეო ვიზიტისთვის. ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა ახალ ერაში შევიდა. მათი პარტნიორობა უფრო მტკიცია, ვიდრე ნებისმიერი კლასიკური სამხედრო ალიანსი. საბოლოოდ კი, ახლა მას სიკვდილი დასჯავს მის ჭი. ეიფენჰეიში ან შამფუში საქმიანობამ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ასეთი მაშველი რგოლი მისცა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სწორედ მათი კურატორობით ჩინეთი გახდა კრიტიკული კომპონენტების მთავარი მომწოდებელი. დაახლოებით 90% მთელი მიკროელექტრონიკისა, რომელსაც რუსეთი ფთოსანი რაკეტებისა და ტანკების შესაქმნელად იყენებს, ჩინეთიდან შემოდის. სწორედ ამ ორი გენერლის დამსახურებაა, რომ ჩინეთი უზრუნველყოფს რუსეთისთვის საჭირო იარალის საწარმოებლად აუცილებელი დანადგარების იმპორტის დაახლოებით 70%-ს. ალი შანფუს პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ჩინური მძიმე სატვირთო მანქანებისა და სპეციალური ტექნიკის მიწოდება. ამან რუსულ არმიას საშუალება მისცა ფრონტზე ლოგისტიკის პრობლემები გადაეჭრა. მაშინ როცა სარკინიგზო გზები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, ორივე მინისტრი სისტემების ერთობლივ მუშაობას კოორდინირებდა. გლონასი და ბეიდოუ, რუსული და ჩინური სისტემები, რაც ზუსტ პოზიციონირებასა და დაზვერვაში ეხმარება. გარდა ამისა, ფიქსირდებოდა მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათების გადაცემა, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო უკრაინაზე დარტყმებისთვის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვეიფენჰემ საფუძველი ჩაუხარა ნდობას რუსეთსა და ჩინეთს შორის, ხოლო ალი შანფუმ ააგო რთული მიწოდების სისტემა, რომელმაც ფაქტობრივად ჩინეთი რუსეთის სამრეწველო ზურგად აქცია. და ეხლა ორივე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვის ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზა, მადლიერი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. ან დაასკანერეთ თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდი. ეს არის ამ არხის მუშაობის მხარდაჭერის ყველაზე მარტივი გზა. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბული ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.